ორმესი მადლობა ბენს მოგესალმებით ვანო შოუ პირველი იუმორისტული შოუ TV პირველზე ძვირფასო ტელემაყურებლები. გადაცემის წარმომადგენელია PSP. გადაცემის სპონსორია ბაზარი, ქალაქი ქალაქში, სივრცე გართობისა და დასვენებისთვის. გადაცემას ვიწყებ ტრადიციულად სოლიდარობის გამოხატვით ჩვენი გუნდის წევრი ონისე ცხადაძის დღემდე იმყოფება უკანონო პატიმრობაში. აქედან მოვიკითხავთ ონისეს მთელი გუნდის სახელით თავისუფლება ონისე ცხადაძეს და მასთან ერთად თავისუფლება რეჟიმის ყველა უკანონო პატიმარს. გადაცემას ვიწყებ ცენტრალური თემით და მინდა გითხრათ რომ მთავრობამ კიდევ ერთი თემა დაგვიმატა. სოლიდარობის გამოსახატა რა თქმა უნდა. უკანონო დაკავებების, უკანონო ჯარიმების შემდეგ ქართულმა ოცნებამ ახალი მეთოდი შემოგთავაზა, პროკურატურის მოთხოვნით დააყადაღეს ნანუკას ფონდი და მასთან ერთად ყველა ის ფონდი, რომლებიც ეხმარებოდნენ უკანონოდ დაკავებულ პატიმრებსა და მათ ოჯახებს. სოლიდარობა მინდა გამოუცხადო ამ ფონდებს და პირადად ნანუკა ჟორჟოლიანს, რომელიც პატიმრის ოჯახების გარდა უამრავ ადამიანს ეხმარება ოპერაციებისა თუ სხვა გადაუდებელი საჭიროებებისთვის. იცით რატომ დახურეს ეს ფონდები? იმიტომ რომ სიკეთეს ამ ქვეყანაში არავინ უნდა აკეთებდეს. სიკეთის კეთებაზე ექსკლუზივი აქვს ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ეს თვერ დაიმახსოვრეთ. მართალია 2012 წლის მერე ამ ექსკლუზიურ უფლებას აღარ იყენებს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა ეხლა ვიღაცა სხვა ადგეს და ესე თავისუფლად აკეთოს რაღაცა სიკეთეები ამ ქვეყანაში. ესე იპარპაშოს ემეებით, რა ქვია, სიკეთეებით. ასეთი რამ მართლა არ გამიგია ხალხო. სხვა ქვეყანაში მსგავსი რამ არ გამიგია, ფონდები დააყადაღეს, რადგან ხალხს ეხმარებოდნენ. მალე ალბათ ოცნება ქართველებს მარჯვენა ხელზე სამ-სამთიც დაგვაჭრის. რომ შემთხვევით ღმერთსაც არ ვთხოვოთ დახმარება. ისეთ მდგომარეობაში არიან უკვე. ამ სამთიც მოგვაჭრის. მე მინდა ახლა ერთი ვიდეო გაჩვენოთ, რომელიც პასუხს გასცემს შეკითხვას, რატომ დააყადაღა ივანიშვილმა ნანუკას ფონდი და დანარჩენი ფონდები. ძველი ვიდეოა, მაგრამ ძალიან საინტერესო. ნახოთ. საკმარისია თქვენ დღეს რა გაკმაყოფილოთ? ხვალ აქ 5 თქვენზე მეტი ხალხი მოვა. ზე კიდე მეტი დაემატება და როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ რომ ერთ დღეს გადაწყვეტს ყველაფერი, რომ რამდენიმე დღეში აქ ხალხი მოაწდება, როგორც კი ახლა თქვენ პრობლემას გადაწყვეტს. ეს არაფერთ არ დაიფარება. ხვალ მოვა 10 ჯერ მეტი ზეგმოა ყველა მთელი საქართველო აქ მოვა. არ გვაქვს ჩვენ საშუალება ეს საუბედუროთ იმისა, რომ ყველას დავეხმაროთ და ყველას ყველაფერი გადავუჭერთ და ეს თქვენ უნდა გაითვალისწინოთ და გაიგოთ. ესეთი ვიდეო არსებობს. ნამდვილი არანაირი მონტაჟი, ჩვეულებრივად ლაპარაკობს. არ არის ამის საშუალება, კაცი ამბობს, ეუნება იქ დევნილები არიან, გაჭირებული ხალხი მივიდა, დაგვეხმარებოდა. არ არის ამის საშუალება, თქვენ რომ დაგეხმაროთ, მე კიდე ვიღაცა მოვაო და იმასაც უნდა დავეხმაროთ და ამიტომ მოდი რა არავის არ დავეხმარებიო, ფაქტიურად ესე თქვა. ეხლა ნანუკას თუ აქვს საშუალება, ახლა მილიარდეს წესით ხო უფრო აქვს საშუალება. ხო და ეს ადამიანი ხა არასასურველი კითხვა რომ არ გაჩნდეს. ამიტომ ადგეს და დააყადაღეს ნანუკას რა ეხლა ის თუ ეხმარება მე ჩემთანაც მოვა და მე რო არ ვეხმარები ის რაღაცო დაეხმაროს. მიხვდით აი ამ ლოგიკასთან გვაქვს საქმე. ჯერ ერთი კითხვა გაჩნდება. მე ამ შეკითხვას მეორე შეკითხვა მოჰყვება და ესე შეიძლება ადამიანები მიხვდნენ კიდე ვისთან გვაქვს საქმე. და თქვენ რა ვიცი ახლა რა გინდათ ახლა ომი გინდათ ის გინდათ რა ეგრე სად არის? ფონდების დახურვასთან დაკავშირებით კომენტარები გააკეთეს ქართული ოცნების სახეება, ერთ-ერთი განსაკუთრებით დამამახსოვრდა, ამას ველოდი ეს ნინო წილოსანი რო საერთოდ გამოვარდებოდა და პირველი იტყოდა ამას. ნახოთ ნინოს კომენტარი. ნანუკა ჟორჟოლიანის იაფასიანი ვიდეოების მიღმა რევოლუციური პროცესების დაფინანსება იგეგმებოდა. ნინ, იცით რა არის? მაშინ იცით რა ვქნათ, მოდი ესე გავაკეთოთ ნინ. ნანუკას ფონდი თუ დავაყადაღეთ იმ სოციალურად გაჭირვებული და სოცდაუცველი ბავშვების ოჯახებზე პასუხისმგებლობა იქნება შენ თავზე რო აიღო და ის 60 მილიონი დახარჯო, რომელიც თქვენს ოჯახს ამ ხელისუფლებამ აპატია. ნუ გავიწყდება რომ სიკეთე ძალიან გადამდებია. ძალიან. ანუ როგორც წილოსანმა თქვა, ნანუკა აფინანსებდა რევოლუციასო.
მაგრამ აბა გლობალური ომის პარტია აკეთებსო რევოლუციასო, აი უფრო ეხცოდა დაბნეულია. ანუ ნანუკა აკეთებდა თურმე, მაგრამ გლობალური ომის პარტია ხო აკეთებს ამ რევოლუციებს. ძალიან დავიბენი ხალხო. თუ თვითონ ეს ნანუკა გლობალური ომის პარტია, შეიძლება ნანუკა თვითონ მართლა ესე ფიქრობ მე. გონი ეს ჯორჯოლიანი არის მართლა გლობალური ომის პარტია, რომელსაც მართავს Deep State, ანუ გლობალური ომის ნანუკა, ესე დავარქვათ, რომელსაც მართავს Deep State. ეხლა დალაგდა უკვე ხედავ წინადადება და ეხლა ტრამპი ებრძვის ნანუკა ჯორჯოლიას და ვერ ამარცხებს. აი ეს ლოგიკა ჩამოვაყალიბე ეხლა აი ამ მსჯელობაში უცბად. ყველა საინტერესო ამ ამბავში იცით რა არის? ყველა ეს ფონდი დააყადაღეს ვერშემდგარი ქოცის ვატო შაქარიშვილის მოთხოვნის საფუძველზე. არ გესმით, აი ვერშემდგარი ქოცი რას ნიშნავს, იცი? ძალიან ბევრს რო შრომობს. ძალიან ბევრს რო შრომობს, აი ყველაფერს რო ყველანაირ რაღაცას რო კადრულობს ცხოვრებაში, მაგრამ არავინ რო არ ამჩნევს საერთოდ. არ იღებენ, არ ასაქმებენ, აი მაგის ხარჯზე. აი ვინ არის ეს ვატო შაქარიშვილი? აი ეს აგესენ. ესე იგი ბიძინამ ვერ გაუბედა ვერაფერი და ვატო შაქარაშვილმა მიმართა პირდაპირ პროკურატურას. აი ასე მუჭში ყავს ამ ბიჭს ეს პროკურატურა, თვითონ ამ ვატოს. და სასამართლო უზის ჯიბეში. ბიძინა ყოფილა თვითონ შეშინებული, იმიტომ რომ საქველმოქმედო ფონდი ქართულ მაგასაც ხო აქვს. ვაიდა ეგ არ გაახსენდეს ახლა ვატოსო, ეგ ფონდიო რომ ეგ ფონდიც არ დაახურინოს პროკურატურას. დამალულია ეს კაცი არ ჩნდება საერთოდ ვატოსი ეშინია. თქვენ არ იცნობთ ვატოს გეუნები გიჟია, გიჟი არ ერიდება არაფერს. აი უფრო კარგად რომ წარმოიდგინოთ რა შედეგები მოყვება საქველმოქმედო ფონდის დაყადაღებას. ნახოთ ერთი მსახიობის განცხადება. ყველასათვის საყვარელი პერსონაჟი ბურნუთა ფილმიდან სიყვარული ყველას უნდა. მისი ეს საინტერესო კომენტარი თუ შეიძლება გაუშვათ. ეს ადამიანი სხვათა შორის ერთი თვის წინ ოცნებამ გაათავისუფლა საპროტესტო აქციებზე გამოსვლების გამო. მოდით ნახოთ რას ამბობს ის. სიხარულით ველოდი აპრილს, რადგან ვიცოდი რომ გილაურის ფონდი სააღდგომოდ ისევ დამირიცხავდა 400 ლარს. მე მინდოდა აღდგომა დღეს ჩემი ოჯახის სუფრაც დაემშვენებინა ტკბილ ნამცხვარსა და წითელ კვერცხს. ეს მოლოდინი ივანიშვილმა გადაგვიკეტა მე და ჩემს ოჯახს. ბატონი ვახტანგ ფანჩულიძე, გახლავთ ეს ადამიანი, მუშტაეთში მუშაობდა და აქციებზე დგომის გამო გამოუშვეს. 400 ლარი ქონდა ხელფასი ადამიანს. აი ესე დამსახურებულ ადამიანს 400 ლარი ქონდა ხელფასი, ძვირფასოდ ელამაყურებლებოდა, აი ადგნენ და გაუშვეს. ყველაზე ამორალური ის არის, რომ ადამიანი ესეთ სიბოროტეს ჩაიდეს, მერე წავა სახლში და ყოვლად უსირცხვილოდ ჩართავს ფილმს სიყვარული ყველას უნდა და გულიანად იცინებს. თან გვერდით ჯდომს გადასაღებს ეს ფილმი მაგრამ ევასება ესა. აი ყველაზე სამარცხვინო და ამორალური არის ეს. ქართული ოცნება ისევ ჩვეული მონდომებით აგრძელებს საპროტესტო აქციების მონაწილეთა დაჯარიმებას. ამ მონაწილეებს შორის ძალიან ბევრი მსახიობია. სისტემა განსაკუთრებულად ჯის მსახიობებს. მოდი ერთი საინტერესო ინფორმაცია ვნახოთ. რეპეტიციები ლევილში საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი თეატრებისთვის ოცნებამ ახალი პროგრამა მოიფიქრა. ხვდებით ხომ რა ხდება? რა ცინიკური რეალობა დადგა საქართველოში. ესე იგი, თუ მსახიობი ხარ და თუ ევროპას ირჩევ, რუსული რეჟიმი გსვამს ციხეში და მსახიობი თუ ხარ და რუსულ რეჟიმს ირჩევ, რეპეტიციები გაქვს შუაგულ ევროპაში, ლევილში, არც მეტი, არც ნაკლები. პირიქითა ასინეთა, პირიქით. ნახოთ როგორ დამოკიდებულება აქვს აქციებისა და დაჯარიმებული ადამიანების მიმართ არალეგიტიმური მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეს. საშუალოდ იკრიბება 350-400 კაცი, 5000 ლარი კაცზე. საკუთარი დებით ავსებენ ბიუჯეტს. მართლა საოცარი მოვლენაა. მე მგონი უკვე ესენი იქეთ გულშემატკივრებენ აქციის მონაწილეებს, რომ ბევრი ხალხი გავიდეს, უფრო მეტი ჯარიმა რომ დაწერონ. და თუ ამ ყველაფერს ოპოზიცია გადაიბარებს და აქციებს ეგენი მოაწყობენ, უფრო მშვიდად იქნებიან ძვირფასო ტელემაყურებლები, იმიტომ რომ იციან რომ არაფერი მოხდება. ესენი ხომ მშვიდობიანი აქციებით აპირებენ ოპოზიცია ამ ხელისუფლების გასწორებას და ისინი მშვიდად არიან რა სიტყვით. ქართული ოცნება არალეგიტიმურ პარლამენტში სწრაფი ტემპებით და დიდი მონდომებით განიხილავს რამდენიმე კანონს, რომელიც ემსახურება დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების გაქრობას. ეს არის ფარას კანონი, ეს არის მედია რეგულაციების კანონი, მაგრამ ნუ გეშინიათ ხალხო.
ნუ გეშინიათ ესენი რისი გამკეთებლები არიან არაფრის აგერ ოპოზიციონერები გამოდიან და ამბობენ რომ საქართველო ბელარუსია არასოდეს გახდება ნუ მართალია პარლამენტის სასამართლო ძალოვნები ყველაფერი ამათ ხელშია რასაც უნდა იმას აკეთებენ მაგრამ თქვენ რომ იმ ოპოზიციონერის სახისთვის შეგეხედათ როგორ ამბობდა ამას რომ საქართველო ბელარუსი არასოდეს გახდებაო აი გეფიცები რა აი გეფიცები თუ რამის შეგეშინდებს ამის მერე აი მართლა არ ვიცი ისე მონდომებით ესე ხარისხიანად ესე კარგად როგორ ამბობდა საქართველო ბელარუსი არ გახდება და სულიერად მაშინ დავწყნარდი და აღარც მეშინია გავრცელდა ხმები რომ ოპოზიცია აპირებს დიდი გაერთიანების გაკეთებას ალბათ ახლა მალე საერთო დოკუმენტსაც შეადგენენ და ყველა მოაწერს ხელს. აი მას ველოდები მე. იმიტომ რომ აი დოკუმენტის გარეშე არ გამა ეს დოკუმენტი უნდა შეიქმნას, რომ ეს დოკუმენტზე ყველა შეიკრიბოს ოპოზიციური ლიდერები და ყველა მოაწეროს ხელი აი ამ დოკუმენტს. ეს დოკუმენტები კარგი იციან, რაღა ოცნების საჯარი მოქვითრები და რაღა ოპოზიციის ერთიანი დოკუმენტები. ჩეჩკათ აქვს დაგროვებული უკვე. ერთმანეთს ჭამს კარგია ჩვენს ნერვებს გვაწყვეთ ეგეც გავიგებ ამ ბუნებას რაღაც ერჩით ამდენ ქაღალდს რო ანადგურებთ აი ამ დოკუმენტებზე ხელის მოწერით ყველა ოპოზიცია ცალ-ცალკე ამბობს რომ უნდა გაერთიანდნენ მაგრამ არ ერთიანდებიან მაგრამ ამ დროს ყველა მომხრია რომ გაერთიანდნენ ნუ მაინც ვერ ერთიანდებიან მაგრამ ყველასათვის ნათელია რომ გაერთიანების გარეშე არაფერი გამოვა, მაგრამ მაინც ცალ-ცალკე არიან. ერთი სიტყვით პარტიები დილემის წინაშე დგანან. ან თავისი პარტია უნდა გადაარჩინონ, ან ქვეყანა. ნუ რასაც ვუყურებ პარტიის გადარჩენაა პრიორიტეტი ამ კონკრეტულ შემთხვევაში. ოკეი, არ არის პრობლემა, ქვეყანა რომ დაიღუპება, სამაგიეროდ პარტიის წევრები იქნებიან სუფთები, შეულახავების პეტაკები, უმციკლოები, უმანკოები, ოღონდ ციხეში. ოპოზიცია ისეა დაკომპლექსებული ამ ნაცებით, რომ მალე ყველა პარტიის წევრს რომ დაიჭერენ, იქაც იტყვიან ერთ კამერაში მე ნაცებთან ერთად არ ჩავჯდებიო. გამოვიდა ინფორმაცია, რომ ოპოზიციაში არიან პარტიები, რომლებიც ჯელობენ მიიღონ თუ არა მონაწილეობა 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებშიო. ამაზე შეიკრიბნენ რამდენიმე დღის წინ, დიდი ხანი ერთ, რამდენიმე საათიანი შეკრება მსჯელობა იყო. ეს როგორი სტრატეგია მოუფიქრებიათ მართლა. მე ესეთი შეშინებული ქართული ოცნება, აგერ მე-13 წელია მე არ მინახავს. ვიძინა ცალკე ვერ ვულობდა, თურმე ბოლტას წემდა. რაღა აზრი აქვს ქართული ოცნების არსებობას, თუ ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებსო. ოღონდ მარტო არ დაგტოვოთ, ეხვეწებიან ამ არჩევნებზე და ყველაფერს შეგისრულებთო. ფაქტიურად ჩამოშლის პირას არის ქართული ოცნება. დღეების საკითხია, დღეების. ეს ხუმრობა ირონიულია, ძვირფასო მეგობრებო, მაგრამ ოპოზიციის გულუბრყვილობას თუ შევხედავთ, შეიძლება ნამდვილი ეგონოთ მაგათ. რამდენიმე დღის წინ რეჟიმის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონო გადმოკვეთის საქმეზე პატიმრობა შეუფარდა. მანამდე ხო პიჯაკების საქმეზე მიუსაჯეს, ხო და აიღეს ახლა ეს ორივე სასჯელი შეკრიბეს და ჯამში მიუსაჯეს 12 წელი და 6 თვე. მოკლედ რომ ვთქვათ, მიხეილ სააკაშვილს მიუსაჯეს მიმდინარე პატიმრობა. მიმდინარე პატიმრობა, ანუ სადამდეც ბიძინას უნდა, იქამდე იქნება ციხეში. შეკრებითობის პრინციპი, რომელიც მოსამართლემ გამოიყენა, გაუქმებული ჰქონდათ ქოცებს და მხოლოდ მიშას შემთხვევაში გაახსენდათ. აქედან შეიძლება ის დასკვნა გაკეთდეს, რომ ივანიშვილის ვისიც დღემდე ეშინია არის სააკაშვილი. ამიტომაც უზრდის და უზრდის ამ პატიმრობის ვადებს. ხოლო ვისიც არ ეშინია, ის ხალხი კი არის გარე და დაიარებიან ჯიბეში ხელებს ჩაწყობილები. შეკრებიდან შეკრებამდე, შეხვედრიდან შეხვედრამდე. ეს ოპოზიციის გაუთავებელი შეხვედრები, ბანკეტები. მოდი გადავიდეთ ივანიშვილის აქილევსის ქუსლზე, გიორგი ბაჩიაშვილზე. ბაჩიაშვილზე მაქვს საუბარი. გავრცელდა ხმა, რომ იგეგმება ბაჩიაშვილის ქონების გაყიდვა და შემდეგ უნდათ რომ ის ფული ბიძინას ჩაურიცხონ. არ მოგესმათ. ანუ ბაჩიაშვილის ქონებასო წაართმევენ, ის ფული ბიძინას უნდა ჩაურიცხონ. ასეთი სიგიჟე მე მგონი არც ერთ ქვეყანაში არ ხდება, ძვირფასო მეგობრებო. ანუ ადამიანს უყიდიან ქონებას და სახელმწიფოს კი არ მიაქვს. არა. ბიძინას უნდა ჩაურიცხონ.
ფაქტიურად იმპერატორია ძვირფასო ტელემაყურებლო. ყველაფერი ამ ქვეყანაში მას ეკუთვნის. ეს პრეცედენტი იცით რას ნიშნავს? რომ ნებისმიერი ბიზნესი, რომელიც მოეწონება, შეუძლია წაგართვას და თავის თავზე გადაიფორმოს, ჩაირიცხოს. სამთავრობო ბიზნესმენებო, ახლა თავისუფლად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ. და ბიზნესი რომ თავისუფლად სუნთქავს, გახსოვდეთ რომ ბიზნეს ჰაერს სუნთქავთ. ეგ ჰაერია ბიზნესი, თორე ბიზნესი თავისუფლად სუნთქავს. ჰაერი ყოფილა ბიზნესი. მინდა გადავიდე თემაზე, რაღაც ხომ კეთდება. სასიხარულო ინფორმაცია მინდა გავაცნო ხაშურის მოსახლეობას, ძვირფასო მეგობრებო, მოემზადეთ. ნახოთ თუ შეიძლება ხაშურის მერის განცხადება. ჩვენ ავტობუსები არ ყავს, მაგრამ გვექნება ეგრეთ წოდებული ბასლაინები. ანუ ხაშურში ავტობუსები არ დადის, მაგრამ აკეთებენ ბასლაინებს, ძვირფასო მეგობრებო, არ მოგესმათ. ანუ ბასლაინები უკვე აქვთ, ჩვეულებრივად. ახლა მომავალში მეტროს ჩასასვლელებსაც აკეთებენ. მართალია გვირავი და მატარებლები არ ყავთ, მაგრამ იყოს თვალსუხარია. მე თუ მკითხავთ როა ხაშურში აკლემებისთვის და ძვირადღირებული მანქანებისთვის და ცათამრჯენებისთვისაც გაითვალისწინოთ ადგილი. მართალია ნავთობს ჯერ არ ამოუხეთქავს და დუბაი ვერ გახდება, მაგრამ ვაი და ამოხეთქოს ერთ დღესაც. მერე სად მიდიხართ? სად წავიღოთ ეს ამხელა ცათამრჯენები? სად დავაშენოთ? არა მართლა კარგია, რაღაც რომ კეთდება, მართლა ძალიან კარგია. ბასლაინები უკვე არის. ახლა ავტობუსების გაჩერებებიც დაამატეთ. რომ ავტობუსის გაჩერებაც იყოს, ხა ბასლაინი თუ არის ავტობუსის გაჩერება ხომ უნდა იყოს. რომ ხალხი ავტობუსს დაელოდოს. ასევე გაჩერებებზე მონიტორებიც დააყენეთ, რომ გაიგოს რა დროს მოვა ავტობუსი ადამიანმა. თბილისში თუ ავტობუსის მოსვლაზე მონიტორში წუთები აწერია, ხაშურში აწერია წლები. რომელ წელს მოვა ავტობუსი? მაგალითად 2028 წელს მოვა რაღაცა ნომერი ავტობუსი და ეს ხალხი ელოდება ჩვეულებრივად 2028 და ამ დროს ჩამოივლის 2028-ში. მონოლოგის ბოლოს მინდა ოპტიმისტური განწყობა შემოვიტანო. საპროტესტო აქციების შემდეგ სერბეთში მთავრობა გადადგა. ხოლო თურქეთში ოპოზიციურად განწყობილი მერის დაკავების შემდეგ აქციები დაიწყო. აუზარმაზარი ხალხია გამოსული. მთავრობამ აკრძალა მანიფესტაციები, მაგრამ მაინც გამოდის ხალხი თურქეთში. იჭერენ ადამიანებს, მაგრამ მაინც გამოდის ქუჩაში ოპოზიცია. ამათ არ ცოდნიათ რა. აი თურქეთის ოპოზიციას მინდა მიმართოთ. თქვენ ომი გინდა თუ რა არის ვერ გავიგე. თქვენ ახლა პროვოკაციაზე არ უნდა წამოეგოთ. არ უნდა წამოეგოთ. უნდა ადგეთ, შეიკრიბოთ და იმსჯელოთ. იმსჯელოთ, მიიღოთ თუ არა მომდევნო არჩევნებში მონაწილეობა. რა გინდათ ქუჩაში? ქუჩა რა პოლიტიკოსის საქმეა. შეიკრიბა და ასე ნელ-ნელა ნაბიჯ მოუღეთ ბოლო ამ ერდოღანის მმართველობას. იქ თურქეთში. მოკლედ მეგობრებო, რამე თუ არ შეიცვალა ქვეყანაში და ქართულმა ოცნებამ თავის მიზანს მიაღწია, მალე ოპოზიციური არხები აღარ იქნება, როგორც რუსეთშია, ინტერნეტით შეიზღუდება როგორც რუსეთშია, ხო და კისრამდე ნეხვში ვიქნებით როგორც რუსეთშია. კისრამდე ნეხვში, მაგრამ არ ინერვიულოთ. თუ არ მოგვეწონა, გადავივლებთ. დიახ, ხო, თუ არ მოგვეწონა, გადავივლებთ. აბა გადარჩევით ვერ ვირჩევ და გადავივლებთ, მაინც სუფთად მაინც ვიქნებით ხალხო. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ შოუს მუსიკა რა დააფორმებს ბენდი თაუნა ლეკვეიშვილის ხელმძღვანელი მადლობა. გადაცემის წარმომადგენელია PSP. გადაცემის სპონსორია ბაზარი, ქალაქი ქალაქში, სივრცე გართობისა და დასვენებისთვის.